დღევანდელი ლექციის თემაა ნათესაურის სისტემა. დიდი ხნის განმავლობაში ანთროპოლოგიური კვლევებისა და კამათის მთავარი თემა იყო ნათესაურის სისტემა და მასთან დაკავშირებული საქორწინო ურთიერთობები და საოჯახო ყოფა. ნათესაობასა და ქორწინების საიდუმლოზე ფიქრმა დასაბამი მისცა ზემოთ ხსენებული დისციპლინის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროს განვითარებას და ასევე მკვეთრ წინააღმდეგობრივობებსაც მასზე. ამგვარად ნათესაურის სისტემა ის თემა გახდა, რომლის მეშვეობითაც მრავალმა ყველაზე გამჭრიახმა გონებამ ანთროპოლოგიაში გამოავლინა და აჩვენა საკუთარი ერუდიცია. ნათესაობა იყო სოციალური ცხოვრების ის საყრდენი, რომელზეც ანთროპოლოგიაში გაიშალა აზროვნების დიდი პარადიგმა. იქნებოდა ეს მორგანის ევოლუციონისტური ნარატივი 1871 წელი, თუ მალინოვსკის ფუნქციონალიზმი 1930 წელი, რედკლიფ ბრაუნის სტრუქტურული ფუნქციონალიზმი 1952 წელი, ლევი-სტროსის სტრუქტურალიზმი 1959 წელი და სხვა. ანთროპოლოგები ხშირად იმეორებენ რობინ ფოქსის კომენტარს მის მიერ გამოთქმულს 1960-იან წლებში. ნათესაობა ანთროპოლოგიისთვის იგივეა, რაც ლოგიკა ფილოსოფიისთვის ან შიშველი ნატურა მხატვრობისთვის. ეს არის საგნის მთავარი დისციპლინა. მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია ისე შეიცვალა და მოგვიანებით ანთროპოლოგებმა იმგვარი ინდიფერენტულობა გამოავლინეს ამ საკითხის მიმართ, რომ ცდონებაც კი გაჩნდა აღარ ჩაეთვალათ ის ანთროპოლოგიის ერთ-ერთ მთავარ კონცეპტად. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ანთროპოლოგებისთვის მთავარ გამოცანად რჩებოდა საკითხი, თუ რისი მეშვეობით იყო მდგრადი წესრიგი მარტივ საზოგადოებებში, რომელსაც ისინი იკვლევდნენ. ასეთ საზოგადოებებს ხომ არ გააჩნდათ წესრიგის მაორგანიზებელი ისეთი ინსტიტუტები, როგორიც ეს დასავლურ საზოგადოებებშია. მათ არ ჰყავდათ მთავრობა, არც სასამართლო, პოლიცია ან არმია ჰქონდათ, არც ბაზარი იმ სახით, რასახითაც დასავლეთისთვისაა ცნობილი. ნათელი იყო, რომ მათ არ ჰქონდათ დანაწევრებული საკუთარი სოციალური ცხოვრება გამოკვეთილ სფეროებად და ცალკეულ ინსტიტუტებად, რომელთაც დღეს ჩვენ ვაღიარებთ, როგორც ყოფით, ცივილურს და ლეგალურს, ნათესაურს, ეკონომიკურს, პოლიტიკურს და რელიგიურს. ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ამის სანაცვლოდ ხალხი იყენებდა ნათესაობის იდიომს მათი აქტივობის უმეტესი ნაწილის მოსაჩარჩოებლად, რაც მოიცავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ მიზნებს. ანალიტიკურად ამ ხედვამ მკვლევრები მიიყვანა თვალსაზრისთან, რომლის მიხედვით ნათესაობა იყო ტრიბალური საზოგადოების ძირითადი ინსტიტუტი, ხოლო ნათესაური კავშირი მართავდა ყველანაირ სოციალურ ურთიერთობას. ნათესაობა როგორც უძლიერესი სოციალური კავშირი განიხილებოდა როგორც საფუძველი, რომლითაც პრიმიტიული საზოგადოებები ინარჩუნებდნენ წესრიგს. სწორედ ნათესაური კავშირების მეშვეობით ხალხი ქმნიდა სოციალური სოლიდარობის ურთიერთობებს. ამგვარად სოციალური სტრუქტურა, ესე იგი ის კანონები, რომლებიც არეგულირებს ხალხის ნათესაობას, ქორწინებასა და ადგილსაცხოვრებელთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს, რაც იძლეოდა სოციალური როლისა და იდენტობის განცდას და რომელიც ამის გამო ინახავდა და იცავდა სოციალურ ურთიერთობებს, გახდა ანთროპოლოგიური კვლევის ჭეშმარიტი საგანი. ყველაფერი დანარჩენი საზოგადოების მორალი, სამართალი, ეტიკეტი, რელიგია, პოლიტიკა და განათლება უნდა შესწავლილიყო როგორც სოციალური სტრუქტურის ცალკეული ასპექტები. ან სხვა სიტყვებით მისი ნათესაური სისტემა, მაგრამ ემფაზისი, რომელსაც ანთროპოლოგები საზოგადოებრივი წესრიგის პრობლემაზე აკეთებენ, არ უნდა იქნას ძლიერ აქცენტირებული. რაიმონდ ფერტის შენიშვნით, წესრიგის პერცეფცია მათი გამოკითხვისას იყო ძირითადი. ანთროპოლოგების მთავარი საზრუნავი გახდა გაერკვიათ, თუ რა ცვლიდა, რა ჩაენაცვლებოდა პრიმიტიულ საზოგადოებაში მთავრობას. აღნიშნული საკითხების კვლევამ ანთროპოლოგები მიიყვანა ნათესაურ სისტემასთან, რომელსაც იძულებისა და ვალდებულების ასპექტები გააჩნდა. ნათესაური სისტემა შესწავლის ობიექტი გახდა, რადგან ადათ-წესები ქმნიდა ადგილობრივი საზოგადოების წესრიგსა და მისი გაგრძელების საშუალებასა და გარანტიას.
ამგვარმა მსჯელობამ მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მარტივ საზოგადოებაში პიროვნების უფლება-მოვალეობანი მომდინარეობდა და განისაზღვრებოდა იმ ადგილით, რომელიც მას ნათესაურ სისტემაში ეკავა. შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოების პირველადი სოციალური ორგანიზაცია ეფუძნებოდა ნათესაობას, რომლიდანაც პატრილინეალური და მატრილინეალური ხაზებით ნათესაური პოლიტიკა მომდინარეობდა და ხორციელდებოდა. აქ ჩვენ ვახსენეთ ტერმინები პატრილინეალური და მატრილინეალური. ეს არის ჩამომავლობის ორი განსაკუთრებული და გამოკვეთილი ფორმა, რომლებიც ერთ შემთხვევაში აითვლება მხოლოდ მამის ხაზით, ხოლო მატრილინეალური ჩამომავლობის შემთხვევაში მხოლოდ დედის ხაზით. აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ტერმინი არ უნდა აირიოს პატრიარქატსა და მატრიარქატში, რადგან ორივე შემთხვევაში ოფიციალური ძალაუფლება უპირატესად მამაკაცებს ეკუთვნის. პატრილინეალურ წარმომავლობაში ბავშვის სოციალურ სტატუსს ძირითადად მამისგან იღებს. მაშინ, როდესაც მატრილინეალურში დედის ძმა არის ძირითადი და მთავარი ფიგურა, რომელთანაც უფლება-მოვალეობების მთელი კომპლექსია დაკავშირებული. ნათესაური პოლიტიკიდან გამომდინარე შეიქმნა ეგრეთ წოდებული ნათესაობის შესახებ თეორია და შემდეგი დასკვნები გაკეთდა. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკას ატარებს საზოგადოებაში. მათთვის, ესე იგი პრიმიტიული საზოგადოებებისთვის, მთავარი ნათესაური სისტემაა, ნათესაური პოლიტიკით. ნათესაობის შესახებ ამგვარი თეორია თვალსაჩინოდ ევოლუციონისტურ პროგრამას ეყრდნობა, ფუნქციონალისტების საპირისპირო მტკიცებების მიუხედავად. აღნიშნული აზრი დღეს მიკერძოებულად ითვლება, რადგან ის ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორია ავლენს პროგრესს, რომელიც ნათესაობაზე დამყარებული ბუნებრივი ფაქტებიდან ინაცვლებს დასავლური სტილისკენ და შესაბამისად ნათესაობის ინსტიტუციონალურ წესრიგს ადგილს უჩენს ეკონომიკაში, პოლიტიკასა და რელიგიაში იმდაგვარად, რომ ნათესაობა როგორც ასეთი ნაკლებ პრიორიტეტული ხდება. აქვე გავიხსენოთ, რომ ანთროპოლოგიის კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა ყველა ის პრიმიტიული ხალხი, რომელთაც ათავსებდნენ ბუნების არაცივილიზებულ ნაწილში, რომელიც უნდა განვითარებულიყო და დომინირებული უნდა გამხდარიყო თანამედროვე დასავლური ცივილიზაციით.